მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ და ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან კლინიკა მედის წარმომადგენლები. ისინი ძალიან კომპეტენტურ და საჭირო რჩევებს მოგცემენ, თუ როგორ მოუაროთ კბილებს, რათა ჯანსაღი და ლამაზი ხიმილი გქონდეს. მე უკვე წარვადგენ სტუმრებს სტომატოლოგი, თერაპევტი და ორთოპედი ნათია კეთილაძე, სტომატოლოგი, ორთოდონტი, ბავშვთა თერაპევტი, ენის გასატეხია მოკეთ, ლანა პაპუნაშვილი და სტომატოლოგი, ქირურგი და იმპლანტოლოგი მარინა კუბლაშვილი. მოგესალმებით და დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. ესე იგი, მე მინდა პირველი კითხვით მოგმართოთ ნათია თქვენ, რა ტიპის სტომატოლოგიური მომსახურება არის თქვენთან კლინიკა მედიში და რითი განსხვავდება სხვა ეს კლინიკებისგან? კლინიკა მედიში სტომატოლოგიური მომსახურების სრული სპექტრი არის წარმოდგენილი. ეს არის თერაპიული მომსახურება, ქირურგიული, იმპლანტოლოგიური მომსახურება, ბავშვთა სტომატოლოგია, ორთოდონტია, ორთოპედია, ასევე გვაქვს კლინიკასთან არსებული ლაბორატორია, რაც ყველანაირად კომფორტოს ხდის არა მარტო პაციენტებისთვის, ექიმებისთვის, სრული სპექტრი, დროულად, სწრაფად და ხარისხიანად მივაწოდოთ პაციენტებს. რითი განსხვავდება კლინიკა მედი სხვა კლინიკებისგან? ალბათ პირველები ვიყავით, ვინც დავნერგეთ თანამედროვე ტექნოლოგიები, შემოვიტანეთ ესე რომ ვთქვათ, ქართულ რეალობაში ციფრული ტექნოლოგიები საქართველოში. მეორე უსაფრთხოების თვალსაზრისით კლინიკა მედის პირველად ქონდა საქართველოში ისეთი სტერილიზაციით აღჭურვილი სისტემები, რომლებიც აბსოლუტურად ყოველგვარ მაღალ სტანდარტებს უზრუნველყოფდა დაცულობის მხრივ, რომ ისეთი ინფექციები, HIV ინფექცია, ჰეპატიტი და სხვა კიდე სისხლის გზით გადამცემი ინფექციები არ გავრცელდეს პაციენტი და პაციენტზე. პირველები ვიყავით, ერთ-ერთი პირველები ვიყავით და დღესაც ალბათ საქართველოში სულ რამოდენიმე კლინიკას აქვს სპეციალურად ბუნიკების ასტერილიზაცია. ალბათ ყველა ხართ სტომატოლოგთან ნამყოფი და იცით აი თვითონ აპარატზე პატარა დეტალი, რითაც პირისყრუში ექიმი მუშაობს. თქვენ წარმოიდგინეთ სულ რამოდენიმე კლინიკა საქართველოში აქამდე და ეხლა უკვე სტანდარტები შეიცვალა, რასაკვირველია ჯანმრთელობის სამინისტროს მოთხოვნები გაიზარდა და კარგიც არის, მაგრამ პირველები ვიყავით ბაზარზე, ვინც შემოვიტანეთ ეს სისტემა დავნერგეთ უსაფრთხოების თვალსაზრისით, რადგან ჩვენთვის პრიორიტეტი არის. ჩვენი ბორმანქანები ძირითადად აღჭურვილია ანტიშიცი, ანტიჰეპატიტის სპეციალური ფილტრაციის სისტემით, რაც მთლიანად ბორმანქანებში უზრუნველყოფს, რომ ინფექციას ადმე რომ გაიპაროს, ყველანაირად დაცული არის ეს მექანიზმი. როგორ მაინტერესებს კლინიკების ჩამონათვალი, მაგრამ ამაზე პასუხს ვერ გავცემენ. რომელსაც არა აქვს ეგეთი? რომელსაც აქვს. მე პირილი მინდა ეხა იმიდა. ხო, ანუ კარგი, როდესაც ხარ ისეთი ინფორმირებული, ანუ ზოგადად სად მიხვიდე, იმიტომ რომ ძალიან საშიშია და არაერთი ვიცით, ვინც თქვათ აი ამ გზით არის. შემდეგ უკვე და ხო. აი რა მეინტერესებს ნათია? აი ხშირად გვესმის თანამედროვე ტექნოლოგია ცერეკი, აი რა არის ეს და რას ემსახურება ეს ტექნოლოგია? თანამედროვე ტექნოლოგია ცერეკი ალბათ არა მარტო ჩემი მოსაზრებაა, ზოგადად მსოფლიოს სტომატოლოგები ბევრი ამ მოსაზრებას იზიარებენ, არის ერთ-ერთი უჭკვიანესი აპარატი საერთოდ დღესდღეობით შექმნილი მსოფლიოში. ეს არის გერმანული ტექნოლოგია, გერმანული ფირმა, თუ უფლება მაქვს სირონას მიერ შექმნილი. არც ისე დიდი ხანია ეს აპარატი, მაგრამ ეს აპარატი არის გვაძლევს საშუალებას მაღალ ტექნოლოგიური სამუშაოებით დავამზადოთ, როგორც ფუნქციური, ისევე ესთეტიური თვალსაზრისით. ეს არის აპარატი რობოტი, რო წარმოვიდგინოთ, ამის და ორთოპედიულ თვალსაზრისით ფართო სპექტრის მომსახურება შეგვიძლია პაციენტებს გაუწიოთ. ეს არის ვინილები, ეს არის გვირგვინები სხვადასხვა სახის, ეს არის ხიდები, იმპლანტზე კონსტრუქციები სხვადასხვა ტიპის. ანუ ეს ფართოდ გავრცელებული ტერმინი ჰოლივუდის ღიმილი, ეს არის ასე რომ ვთქვათ, კერამიკული ვინილებისგან აგებული სისტემა ძირითადად. აი ეს აპარატი გვაძლევს ამის საშუალებას. ძალიან მარტივი ტექნოლოგია.
მარტივი არის, გამარტივებულია როგორც ექიმისთვის, ასევე პაციენტისთვის სამუშაო, ანუ აღარ არის საჭირო ეგრეთ წოდებული პაციენტებისათვის არასასრული პროცედურა ანაბეჭდის აღება, რომელიც გარკვეულ დისკომფორტთან არის წარმოდგენილი. ეს ტექნოლოგია გვაძლევს საშუალებას სკანირების მეშვეობით და პრეპარირებული კბილი გადავიღოთ და შემდეგ დავამოდელიროთ ეკრანზე. გვაძლევს საშუალებას კბილი დავტოვოთ მარტივად, რომ ვთქვათ, ცოცხალი დეპულპირების გარეშე, ანუ ცოცხალ კბილზე ჩვეულებრივად ვიმუშაოთ და დავამზადოთ კონსტრუქცია. ანუ ამ შემთხვევაში ნერვი არ კვდება? არ კვდება. ეს აპარატი გვაძლევს მინიმალური პრეპარირება ჭირდება და ამის ხარჯზე ხდება ეს ყველაფერი. ეს რამდენად უკაცრავად გაწყვეტეთ, რამდენად ვთქვათ, კარგია ამ შემთხვევაში ნერვის დატოვება, იმიტომ რომ მაშინ მერე უფრო რაღაცა პრობლემა შანსია რომ გართულდეს, ხო, ვთქვათ. თუ კბილი არის სწორად პრეპარირებული, თუ არ ხდება მექანიკური ზედმეტი ზეწოლა, რასაც რასაკვირველია ექიმის კომპეტენციაც არის ეს და აღჭურვილი ტექნოლოგიურად ბორმანქანების. კბილის უნდა დარჩეს ცოცხალი. ამაზე უკეთეს ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, რომ მაშინ ნერვი ამოვიღოთ. იმიტომ რომ კბილის ტროფიკა ხორცი ნერვი არ არის მარტო ნერვი, ქარისის ძარღვი, ლიმფური ძარღვი, ასევე ნერვი და ეს ყველაფერი ერთად უზრუნველყოფს კბილის ტროფიკას. ჰარი კბილი უკვე მყიფი არის და იმდენი წლის რესურსი მოგვემსახუროს აღარ აქვს. ცერკის აპარატი ზუსტად ამით არის პრიორიტეტული ჩვენთვის, რომ ყველაფერი ამის საშუალებას გვაძლევს და რაც მთავარია, ჩვენთან შემოსულ პაციენტს ჩვენ შეგვიძლია 2-3 საათში დავამზადოთ კბილი და ისევე გავუშვათ. ანუ არ გვჭირდება დროებითი კონსტრუქცია. ამას ყველაფერს დასკანირების შემდეგ ეს აპარატი ვამოდელირებთ ყველაფერს ძალიან გადიდებულ ფორმატში პაციენტის თვალწინ და შემდეგ უკვე ფრეზირების აპარატს ეს სკანირების შემდეგ ან ორი დანადგარის გაშენება პირველი ფრეზირების აპარატს პირველი დანადგარი მეორეს ფრეზირების აპარატს გადასცემს და ზუსტად 12-დან 13 აი ესეთ მერყეობს გამოდის კერამიკული კბილი გამზადებული კერამიკული ბლოკებისგან. ეს ბლოკები არის ჩვენ გამოვიყენებთ ორი გერმანული ფირმის ბლოკები, არის მინა კერამიკული და არის ასევე კერამიკული, რომლებიც თქვენ წარმოიდგინეთ, მე პირადად მაქვს ეს ნანეხი შვეიცარიიდან შემოტანილი ნამდვილ კერამიკას ამუშავებენ, ქვამენ და ნამდვილად იმისგან ქმნიან შემდეგ ამ კერამიკებს. არის ესთეტიურად ძალიან ლამაზი და ძალიან გამძლე. თან მიახლოებული რომელი უფრო არის? ყველანი არის, ბლოკები არის ადამიანების კბილთა ფერთა გამა როგორიც არის შექმნილი, მის მიხედვით არის შექმნილი ზუსტად გრადაცია, გამჭირვალობაც აქვს. ძალიან ბევრი სახეობაა ბლოკების ინდივიდუალურად, აი ამ საკითხსაც პაციენტთან ერთად ვარჩევ, ფერის შერჩევა როგორ ხდება, გრადაცია აქვს სპეციალურად ბლოკებს, გრადაცია საჭირო არის, ასაკთან ერთად ჩვენი კბილი აი ამ გრადაციას იცვლის. თავიდან შეიძლება ახალგაზრდა ასაკში უფრო გამჭირვალე გქონდეს კბილები, მაგრამ უკვე ასაკთან ერთად ჩვენი კბილების ფერი რასაკვირველია ამ გამჭირვალობას კარგავს. კი ბატონო, და ცერეკს იმიტომ მოვყევი ამდენი, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია. დღეს საერთოდ ციფრული ტექნოლოგიების ერა არის სტომატოლოგიაში და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ თამამად, რომ ეს ყველაფერი სრული სპექტრით წარმოდგენილი გვაქვს ჩვენს კლინიკაში და თანამედროვეობას ანუ მხარსობა. ესე იგი, როგორც მე გავიგე, უფრო მალე და უპრობლემოდ კეთდება ეს ერთი. და მეორე ის კბილის მორჩი, რომელიც არის გვირგვინში, არის ნაკლებად პრეპარირებული და ამიტომ არ იწოვება წლების განმავლობაში და რჩება უფრო დიდხანს. არა, არსად არ გაიწოვება კბილის ქსოვილი, უფრო დიდხანს რჩება ვინირების შემთხვევაში მარტივს გეტყვით შიდა ზედაპირები, ანუ სასისკენ ენისკენ ზედაპირს. საერთოდ არ ვაპრეპარირებთ, უცვლელი რჩება თუ რაიმე დაუშვათ კბილს მომავალში შეიძლება დაემართოს და ანთება განვითარდეს, შეგვიძლია ამ კონსტრუქციის ხელშეუხებლად კბილზე მკურნალობა ჩავატაროთ აბსოლუტურად ჩვეულებრივად, ძალიან მარტივად და არ იხსნება, საერთოდ გვირგვინთან არ ვართ კონტაქტში. შიგნით როგორ უმკურნალებთ კარიერს მაგალითად? ეგ არის მაღალი ტექნოლოგია. ასევე ცერეკის ტექნოლოგიით შეგვიძლია ნონ-პრეპი, ეს ეხლა უკვე თანამედროვე მიდგომებია, საერთოდ არ დავამუშავოთ კბილის ქსოვილი, თუ ამის საშუალება გვაქვს და გეუმაფერი იძლევა ამის საშუალებას, ნონ-პრეპის მეშვეობით გავაკეთოთ. საქართველოში ჩვენს კლინიკაში ეს ტექნოლოგია წარმოდგენილი არის 2011 წლიდან აქტიურად. და მაყურებელი ყავს ახლა პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით და გისმენთ.
მოგესალმებით, ასეთი შეფიქრა. ჩემი შვილი არის ხალხო 25 წლის არის გოგონა და სარ ეს რომ ეძახიან ზედაყბაზე, ნუ რა მნიშვნელობა აქვს რომელი კბილი, აი სტარტები კბილი გამოგვება რა რატომ ხარ ძალიან ყურადღებიან დედავარ, მაგრამ არ ვიცი გამაგრდა და ეს ყობა ის რკევის პერიოდი გამოგვება რა და ჩვეულებრივად ამოსულია, მაგრამ არის სტარტები კბილი დარჩენილი და ის რაც მოწამოსულიყო ის რო გადავიდა ჩვენკენი წერსო ის ვერ ჩამოვა და აი დაუშვათ ძალიან ნერვიულობ და განვიცი აი რო გაუგუჭდება ხა ეს კბილი აი რა ის კბილი ესე იგი უნდა გამოიყო ის ზევის რაც არის და ალბათ იმპლანტი აი რა ეშეება 13 წლის არის ხო? ხო მეც ასე გავიგე რომ 13 წლის არის ბავშვი ხო ესეთი შემთხვევები არის ხშირად სხვადასხვა როდესაც მივღებულობთ ეშვის კონკრეტულად ეშვის რეტენციას ანუ მესამე კბილი რეტენირებული ანუ გაჩერებული არის ყბის ძვალში ისეთნაირად რომ ეს დახრის კუთხე ზოგჯერ არ გვაძლევს იმის საშუალებას ჰორიზონტალურად არის გაწოლილი არ გვაძლევს იმის საშუალებას რომ მოვქაჩოთ ბრეკეტებით და ჩავაყენოთ სწორ პოზიციაში რკალში ამიტომ ესეთ შემთხვევაში ან ვანთავისუფ ან ვტოვებთ სარძევე კბილს მანამდე სანამდეც ეს მას მომსახურება და მიაღწევს შემდეგ უკვე დასრულ ასაკს, როდესაც კეთდება მერე უკვე იმპლანტაციები. ბრეკეტების საშუალებით გამოთავისუფლდება სპეციალურად ადგილი, შეიქმნება ადგილი, რომელიც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ჩადგეს უკვე მუდმივი დიდი ფორმის და ზომის ეშვი რკალში და იმპლანტაციის გზით გაკეთდება უკვე იმპლანტი და ზემოდან გადაეცემება. ანუ ის კბილი, რომელიც უშუალოდ გრძილშია, ის უნდა ამოიღოს, ხო? თუ კი ეს ამის საშუალებას არ იძლევა, ეს უნდა ინახოს რასაკვირველია კომპიუტერული ტომოგრაფია გაკეთდეს ამისი. ორი ვარიანტია, ან წევს ისეთნაირად, რომ დახრის კუთხე არ არის კარგი და ვერ ჩამოვა ვერანაირი გზით. იქნება შეიძლება იყოს მუდმივად. ხო, შესაძლებელია მთელი ცხოვრების მანძილზე იყოს ეს. და მეორე არის, როდესაც ეს კარგი ვარიანტია, როდესაც ნორმალური პოზიცია უკავია და ბრეკეტების საშუალებით სასის მხრიდან ხდება პატარა განაკვეთის გაკეთება. და მე როგორ გავთავისუფლდება? ჩამოიქაჩება, ჩაჯდება თუ არა და ეს ჩავიდგავთ. თუ არა და არა, მაგრამ არის შემთხვევები, მაგალითად, თუ იმპლანტი ჩდება ძვალში და შესაბამისად თუ აი ამ რეტენირებული ან შეკავებული კბილის პოზიცია ხელს უშლის იმპლანტს ჩაყენებაში, ასეთ შემთხვევაში საჭირო ხდება მისი ამოღებაც კი. ანუ მარტივია პრინციპში ეს ყველაფერი, ხო? მტკივნეულო? მარტივი შეიძლება არ არის, მაგრამ გამოსავალი, მაგრამ პაციენტისთვის მარტივია. გამოსავალი მაყურებელი ყავს პირდაპირ ეთერში, მაგესალმებით ეკისმენთ. გამარჯობა. უკეთებად. გამარჯობა. მე ფიზიკურად ვერ მოძრაობ. და თქვენი კლინიკაში თუ არის რაიმე საშუალება, აი პროტეზებს თუ ამზადებთ და აი ადგილზე მისვლით შეიძლება თუ არა. თუ დაუშვათ ადგილზე მომსახურება. მადლობა კლინიკაში ყველანაირი პირობები არის შექმნილი, უნდა შეზღუდული ადამიანები მივიღოთ ჩვენთან კლინიკაში, მაგრამ არა სახლში, იმიტომ რომ ეს ჩვენ ვერ დავიცავთ უსაფრთხოების სტანდარტებს, სტერილიზაციას ვერ უზრუნველყოფთ შესაბამისად ეს კომპიუტერით შესაბამისად დიაგნოსტიკური კვლევა ვერ ტარდება და აქ ხომ მარტო ანაბეჭდის აღება არ არის, მთელი რიგი პროცედურები ამას ვერ ვახერხებთ. კიდევ ერთი მაყურებელი ყავს პირდაპირ ეთერში. ისმენთ. გაითიშა როგორც ვიცი. რა გახსენეთ ამოღება კბილის ამოღება? აი მაინტერესებს, როდესაც მუდმივი კბილი, ასე ვთქვათ, ნუ ამოვიღებთ მუდმივ კბილს რაღაცა პრობლემის გამო, ხშირად ამბობენ, რომ ნუ თუ უკან არის, იყოს არაუშავს და არ იკეთებენ და ტოვებენ ესე. რამდენად სწორია, რამდენად საშიშია და აზიანებს თუ არა ის ამოღებული კბილი, ვთქვათ, სხვა დანარჩენ კბილებს. რა თქმა უნდა, მუდმივი კბილის დაკარგვის შემდეგ აუცილებელია რომ მოხდეს კბილთა რკალის აღდგენა. ნუ ეს არ ეხება მხოლოდ სიბრძნის კბილებს, ანუ მერვე კბილებს, სხვა დანარჩენი კბილების ამოღების შემთხვევაში აუცილებელია რომ მოხდეს კბილთა რკალის აღდგენა. ანუ კბილის დაკარგვის შემდეგ პირისპირში სრულიად ირღვევა ჰარმონიზმი, ანუ ადგილებს მეზობელი კბილების გადაადგილებას, ანტაგონისტი, ანუ შემხები კბილის გადაადგილებას, გარდა ამისა ხდება საფეთქე ქვედაყბის სახსრის ფუნქციური გადატვირთვა და ასევე გაიწოვება ძვალი იმ კბილის არეში, რომელიც ამოღებული იქნა. და შესაბამისად, შემდგომში, როდესაც ჩვენ გვჭირდება ქირურგიული, თქვათ, იმპლანტის ჩაყენება თუ ორთოპედიული კონსტრუქცია, იმისთვის, რომ მივიღოთ იდეალურად ლამაზი და ფუნქციურად გამართული სამუშაო, აუცილებელია ძვლის ხელოვნური გაზრდა.
ანუ აუგმენტაცია, რომელიც დამატებით თანხებთანაც არის დაკავშირებული, დამატებით ტრამვასთანაც არის დაკავშირებული და აქედან გამომდინარე ნამდვილად აბსოლუტურად გარკვეულ ვადაში უნდა მოხდეს სწორი და დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა. მარიკა, თქვენ მინდა გითხოთ, რა უპირატესობა აქვს იმპლანტებს, რითი განსხვავდება გასაგებია, მაგრამ რა უპირატესობა აქვს მოუხსნელ პროტეზებთან შედარებით? იმის გარდა რომ ღამე ჭიქაში არ არის მოსახსნელი, რომელიც ღამე ჭიქაში იდებოდა, თუმცა ესეც აბსოლუტურად მუდმივად უნდა ეკეთოს პაციენტს. Am ძალიან ბევრი უპირატესობა აქვს იმპლანტებს სხვა ნებისმიერ ორთოპედიულ კონსტრუქციასთან შედარებით. პირველი ის, რომ არ ხდება მეზობელი კბილების პრეპარირება და დამუშავება. გარდა ამისა, აბსოლუტურად მაქსიმალურად არის შესაძლებელი ესთეტიური და ფუნქციური ნორმის აღდგენა. კბილი გამოიყურება როგორც ბუნებრივი კბილი. გარდა ამისა, იმპლანტებზე დამზადებული სამუშაოების ექსპლუატაციის ხანგრძლივობა გაცილებით უფრო ორჯერ და სამჯერ უფრო ხანგრძლივია, ვიდრე სხვა ნებისმიერი კონსტრუქციის. და გარდა ამისა, ჩვენ წეღან ვისაუბრეთ ძვლის განლევაზე იმ ადგილზე, სადაც აღარ არის კბილი, ანუ იმპლანტის არსებობის შემთხვევაში, იმპლანტის გარშემო ძვლის განლევა მიმდინარეობს ნორმასთან მიახლოებულად, ანუ ფიზიოლოგიური ნორმის ფარგლებში, რაც ასევე იძლევა აი ამ ესთეტიკის ხანგრძლივად შენარჩუნების საშუალებას. ანუ ეს სამუშაო არ არის გათვლილი 1 და 2 წელზე. ეს არის ძალიან ბევრ წელზე და ანუ ხანგრძლივ პერსპექტივაში ძალიან კარგად მუშაობს. რა პრინციპით და რა ტექნოლოგიებით კეთდება ეს იმპლანტების ჩასმა და ჩასმის მერე რაიმე განსაკუთრებულ მოვლას ხომ არ საჭიროებს ჩვეულებრივ კბილთან ან გვირგვინთან შედარებით? ტექნოლოგიები, ანუ არსებობს, თქვათ, ჩვეულებრივ ტრადიციული მეთოდით, ოპერაციული ჩარევით და ასევე ჩვენ კლინიკაში იმპლანტების ჩასმა ხდება სპეციალური ქირურგიული შაბლონების მეშვეობით. ეს ქირურგიული შაბლონი წარმოადგენს ერთგვარ ნავიგატორს, რომლის საშუალებითაც მაქსიმალური სიზუსტით ხდება იმპლანტების მოთავსება, რაც ამცირებს როგორც ოპერაციის ხანგრძლივობას, ასევე ტრამულობას ოპერაციის, რეაბილიტაციის ხანგრძლივობას თავისთავად და გარდა ამისა ვიღებთ ძალიან ზუსტ სამუშაოს. აღნიშნული შაბლონების დამზადება ხდება 3D ტომოგრაფის საშუალებით, გალილეოს პროგრამის საშუალებით, ანუ ეს გალილეოს პროგრამა არის სპეციალური პროგრამა, რომლის საშუალებითაც ხდება ვირტუალური დაგეგმარება იმპლანტის, ექიმი ზუსტად არჩევს ხელსაყრელ მდებარეობას იმპლანტების და შემდეგ უკვე ამის დუბლირება ხდება აი შაბლონის მეშვეობით და უშუალოდ პირის ღრუში ჩვენ ვიმეორებთ ზუსტად იდენტურ მდებარეობას იმპლანტებისას, რომელიც დაგეგმილი იქნა გალილეოს პროგრამის მიერ, რომელიც იძლევა, აი როგორც გითხარით, ძალიან უმნიშვნელო, ანუ მინიმუმამდეა დასული რისკი იმისა, რომ თქვათ რაიმე გართულებები მივიღოთ იმპლანტაციის შემდეგ. ესე იგი, კარგი გეომეტრიის ცოდნა საჭირო, ჯერ კარგი მონახაზი გააკეთო. კი, რა თქმა უნდა, გეომეტრია საჭიროა. შორის მართლა ძალიან მალე კეთდება, ეხლა ხან გავიკეთე და 3 თვე წინასწარ გადავიხადე და 3 თვის განმავლობაში ძალით ვერ მიმიყვანეს, 6 ჯერ ჩავეწერე და ამოვეწერე, ისე მეშინოდა. და აღმოჩნდა, რომ მართლა არაფერი საშიში არ არის. 10 წუთში მართლა ესეთი ტექნოლოგიით ჩაჭრა, ამოჭრა. ნუ ახლა ძალიან ისე ჩქარა მოხდა, რომ შეშინება ვერ მოვასწრე. ვერ მოვასწრე. რაც შეეხება ახლა შის, ხშირად მშობლებს გვეშინია ხოლმე ბრეკეტების ჩადგმის, ბავშვებსაც აქვთ გარკვეულწილად რაღაც შიში. აი, რომელი წლიდან უფრო სწორია ბრეკეტების, თქვათ, გამოყენება ბავშვებთან და რის საშუალებას გვაძლევს ბრეკეტი? ზოგადად ორთოდონტიური მკურნალობის მიზანი არის არა მხოლოდ კბილთა დგომის და კალების გამოსწორება, ესთეტიკის გაუმჯობესება, არამედ რაც თავარია ფუნქციის ნორმალიზება. და უკვე მიღებული შედეგის მყარი სტაბილურობა. ეს არის გადამწყვეტი. ასაკს რაც შეეხება ასაკს იწყება საერთოდ 6-7 წლიდან, როდესაც უკვე იწყებენ კბილები, წინა კბილების ამოღებას მოცვლას ბავშვები. ამ ასაკიდან უკვე სასურველია 6-8 თვეში ერთხელ მაინც ვიზიტი სტომატოლოგთან, თერაპევტთან, იგივე ორთოდონტთან, რომ ზრდა განვითარებას დავაკვირდეთ დინამიკაში, რაღაცა სერიოზული სახის პრობლემა მომავალში არ გაგვეპაროს. თვითონ
ბრეკეტებს რაც შეეხება, ეს ხდება უკვე, როდესაც ბავშვი მოიცვლის ყველა კბილს, ამოსული აქვს ყველა მუდმივი კბილი და დაახლოებით 12-ს ყველა არ იქნება რასაკვირველია, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში 12-13 წლიდან უკვე აქტიურად ხდება ბრეკეტებით მკურნალობა. თვითონ ბრეკეტების კლასიკური ვარიანტები ეს რაც მეტალის ბრეკეტები არსებობს და კერამიკული ბრეკეტები, რაც ჩვენ ხშირად გვინახავს და კიდე არის ესეთი სახეობას წარმოადგენს ლინგვალური ბრეკეტი, რომელიც შიგნიდან ან ორალური მხრიდან მაგრდება, ფიქსირდება კბილის ემალზე და აბსოლუტურად შეუმჩნეველია, არ ცვლის დიქციას, ადაპტაციის პერიოდიც ნორმალურად მიმდინარეობს, ოღონდ ეს რიგ შემთხვევებში გამოიყენება. თან კბილის ცოტა უფრო მარტივ დარღვევების დროს ვიყენებთ ამას და არის კიდე ეგრეთ წოდებული invisible lines გამჭვირვალე კაპები, რომელიც საერთოდ არ მოიცავს არანაირი სახის მეტალს ან კერამიკულ ბრეკეტს, ეს არის გამჭვირვალე კაპები, კბილების ყალიბი, რომელიც იმეორებს აბსოლუტურად ყველა კბილის და მწკრივის ფორმას და რა თქმა უნდა კეთდება ინდივიდუალურად, დაახლოებით 60 კვირიანი ინტერვალით ხდება კიდევ ახალი კაპის დამზადება მთელი მკურნალობის ხანგრძლივობის მანძილზე და ეს იმდენად მარტივი მოსახმარია, შეუძლია პაციენტს მოიხსნას, აბსოლუტურად შეუმჩნეველია. უმკივნეულოა, ხო? დიახ, უმკივნეულო, ისე ყველა არ არის ეს. თვითონ შეგუების მეძინებ და დილით დგები თეთრი კბილები. სხვა კბილები. იცით, ეს კაპები ორნაირია პრინციპში, ერთი მათეთრებელია და არის გასასწორებელი უშუალოდ ორთოდონტიული კონსტრუქციებისთვის, რაც გამოიყენება. და მთელი ამ მკურნალობის მანძილზე სხვები ვერც ამჩნევენ ამას, რომ ეს არის და მაშინ აი რატო იკეთებენ თქვა უკაცრავად აი რკინის ბრეკეტებს და რატო არ ხმარობს ყველა ამ დიახ, ეს უფრო თანხებთან არის დაკავშირებული გასაგები. და ჩვენ მაყურებელი ყავს ისევ პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით და გისმენთ. დიახ, გისმენთ. გამარჯობა, მაინტერესებს თქვენთან რა არის კბილის იმპლანტაცია ერთი კბილის და რამდენ დღეში არის შესაძლებელი რომ გავიკეთებ ჯანმრთელი კბილის შემთხვევაში? მაგალითად შემთხვევაში. შეიძლება ხო ვთქვათ ეს იმპლანტის ღირებულება. ანუ იმპლანტაციის ღირებულება იწყება 600 ლარიდან 1500 ლარამდე. ეს დამოკიდებულია კონკრეტულ სისტემაზე, რომელი სისტემის იმპლანტი იქნება გამოყენებული. რაც შეეხება რამდენ ხანშია შესაძლებელი, სპეციალური მომზადების დაგეგმარების ჩვენ წაღან ვისაუბრეთ დაგეგმარების შემდეგ, რა თქმა უნდა იმპლანტაციის ოპერაცია ერთ დღეშია შესაძლებელი, თუმცა ამას სჭირდება გარკვეული მომზადება, გამოკვლევა პაციენტის. ანუ თქვა ამ შემთხვევაში ალბათ ერთ კბილზე იყოს საუბარი, ერთი კბილის ჩასმის შემთხვევაში როგორ ხდება? ერთი კბილის ჩასმის შემთხვევაში მინიმუმ გაკეთებული უნდა იყოს 3D ტომოგრაფია, რომელიც მოგცემს საშუალებას შევისწავლოთ ადგილობრივად ძვლის მოცულობა, რაოდენობა და ხარისხი. და ამის შემდეგ უკვე შესაძლებელია იმპლანტის ჩაყრინა. და ალბათ ამ იმპლანტის კბილს თუ კბილებს რაღაც განსაკუთრებული მოვლა ჭირდება, სპეციფიური და მოვლა და ჰიგიენა ჭირდება ბუნებრივ კბილს, გაცილებით უფრო მეტი ძალისხმევა ჭირდება იმპლანტის მოვლას. რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არ სცილდება ჩვეულებრივი ჰიგიენის ნორმებს და უბრალოდ პროფესიულ წმენდას, რომელიც წესით დარიგით პაციენტმა წელიწადში ორჯერ უნდა ჩაიტაროს. თუ არსებობს რამე განსხვავებული იმპლანტები სხვადასხვა ცვლოვანი სისტემის პათოლოგიების დროს, აი მაგალითად ფარისებრის პათოლოგიის დროს არის კალციუმის განმევა. არა, ამ შემთხვევაში უბრალოდ ან არის ნაჩვენები იმპლანტაცია, ან არ არის ნაჩვენები იმპლანტაცია, ანუ ეს ამ იმპლანტის ტიპი არ განსაზღვრავს იმას, თქვა კონკრეტულ პაციენტში მოხდება თუ არა ინტეგრაცია, ან არ მოხდება ინტეგრაცია. უბრალოდ ეს არის ანუ ამ იმპლანტაციის ქირურგიული ჩარევის ან ჩვენება, ან უკუჩვენება. თუმცა გარკვეული ტიპის, ან ჩვენ მაგიტო ვთქვი, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს დიაგნოსტირება რა ტიპის ძვალია. იმიტომ რომ ბევრნაირი იმპლანტი არსებობს და შესაბამისად, რაც უფრო ნაკლებად რბილი ან კომპაქტურია ძვალი, შერჩევა ხდება შესაბამისი ტიპის იმპლანტის. ამიტომ ეს აუცილებლად უნდა იყოს განსაზღვრული სწორედ აი ამ 3D ტომოგრაფით. და მე მაინტერესებს კბილების გათეთრების რა მეთოდები არსებობს და რამდენად უსაფრთხოა ემალისთვის. კბილების გათეთრების რამოდენიმე სახის მეთოდი არის ჩვენთან დანერგილი, ეს არის ლაზერული გათეთრება, ეს არის ქიმიური გათეთრება, ეს არის სახში კაპების მეშვეობით გათეთრება. ყველა შემთხვევაში ეს არის ერთი და იგივე
გელი სხვადასხვა პროცენტობით წარმოდგენილი. უსაფრთხო რამდენად არის, ეს არის მოარული აზრი, რომ ზიანს აყენებს კბილებს. არის უკუჩვენებები, რა დროს არ გამოიყენება, მაგალითად ერთ-ერთი არის ლაქტაციის პერიოდი, რასაკვირველია ფეხმძიმობა, სიგულისხმება თავისთავად, მაგრამ ცნობიერად კბილზე რა ხდება? ცნობილობითი კბილები როცა არის, უნდა შეირჩა სპეციალურად გელი დაბალპროცენტიანი და არა მაღალპროცენტიანი და აგრესიულად მიუდგეთ და პირდაპირ დავიწყოთ გათეთრება. ამიტომ არის ყველა შემთხვევას ინდივიდუალურად განვიხილავთ. მაგალითად, ლაზერული გათეთრების შემთხვევაში არის მაღალპროცენტიანი გელი, ნახევარი საათი გრძელდება, სულ 2 ეტაპად მიმდინარეობს და მგრძნობელობა შედარებით ნაკლები არის. რამოდენიმე პროცედურა არის. ნაკლები არის, მაგრამ შედეგი არ არის, მაგალითად, მუდმივად ხანგრძლივ რაღაც პერიოდის შემდეგ, მაგალითად 1 წლის პერიოდი მე მაინტერესებს ჩემ თავს ჩაუტარო ეს პროცედურა. იცით 1 წლიდან 2 წლამდე ინდივიდუალური ჩვენ მოვიცადო 1 წელი მობედნიერი წეველები არიან და ყავის აქტიური მომხმარებლები ეს რომ მცირდება. მაგრამ მე მაგაი ძალიან მგრძნობიარე ემალი ხშირად. მაშინ თქვენ შემთხვევაში ალბათ მე შემოგთავაზებდით მაინც კაპებით გათეთრებას გამომდინარე იქიდან რომ კაპები არის რამოდენიმე კაპების გათეთრების დროს გელი გვაქვს რამოდენიმე სხვადასხვა პროცენტულობით წარმოდგენილი. როცა პაციენტები ესეთ ჩივილებით მოგმართავენ და უნდათ რომ გაითეთრონ, ჩვენ ვთავაზობთ ზუსტად კაპებით გათეთრებას, ვიწყებთ დაბალპროცენტიანიდან და შემდეგ ნელ-ნელა დაკვირვების ხარჯებს ზრდით ამ პროცენტულობას. ასევე შეგვიძლია შევასვენოთ პაციენტი და დავუშვათ დავსვენოთ და რასაკვირველია ეს განკვირთავს მდგომარეობას. ყოველ ღამე გამოიყენება ეს კაპები, ამ კაპების ფორმა არ იცვლება, თუ რაღაც ძირეული ცვლილებები პირის ხოში არ მოხდა, რაღაც კბილები არ ამოვიღეთ ან სხვა სამუშაო, სხვა ტიპის სამუშაო ჩავიტარეთ, კაპა წყობრიდან არ გამოდის, ესე რომ ვთქვათ. გელს გელის შეძენა დამატებით თუ დამთავრდება შეგვიძლია ასევე მისი შეკვეთა. აი სადმე მაგალითად მივდივართ და გვაქვს გათეთრებული კბილები, მაგრამ 2-3 დღეში გვინდა კიდევ უფრო მეტი ეფექტი გქონდეს. 2-3 ღამით მოვიყენებთ ამას და გვაქვს აბსოლუტურად თეთრი ქათქათა კბილები. ისე რომ ცნობილობა არ მოგვემატება, თუ სწორად არის ჩვენთვის შერჩეული გელი პროცენტულობის მიხედვით. როდის ჩანს პირველი ეფექტი? პირველი ეფექტი, რაც არ უნდა დაბალპროცენტული გელით დავიწყოთ, 5-6 დღეში ჩანს, 5-6 ღამეში, აი შესამჩნევი ეფექტი. ეფექტი მეორე დღესვე შეიძლება თქვენ ნახოთ, მეორე დილით ვენახოთ, მაგრამ მე ვამბობ შესამჩნევი ეფექტი, რომელსაც არა მარტო თქვენ, არამედ გარშემომყოფნით აღნიშნავთ, 5-6 დღეში მაქსიმალური დრო, ყველაზე რთულ შემთხვევაში, ყველაზე რთული პიგმენტის დროს ეს არის ალბათ 14-15, მაქსიმუმ 20 დღემდე, 20 ღამემდე. ეს მხოლოდ ღამე გამოვიყენებთ ამ კაპებს. და ეს არის ყველაზე ისეთი რთული დასამორჩილებელი პიგმენტი, თუ რაიმე აქვს დაუშვათ ადამიანს. რომ პიგმენტი კბილთა ჯგუფების 4 ჯგუფად იყოფა და ჩვენ გვაქვს სტომატოლოგებს რთული პიგმენტი, რომელთანაც შეიძლება ლაზერული გათეთრების დროს ან თუ გინდ ქიმიური გათეთრების დროს შედეგი ვერ მივიღოთ სასურველი, მაგრამ კაპების მეშვეობით, კაპების გათეთრების დროს დავამარცხოთ ეს პიგმენტი. აი დაუშვათ არის პირის ღრუში გვირგვინები და ვინირები. მაგ შემთხვევაში მაგაც ხო არ მოქმედებს. არა, რასაკვირველია. მაგ შემთხვევაში კაპების გამოყენება სასურველია. არც ბჟენებზე არ მოქმედებს, თუ ბჟენები გვაქვს პაციენტს გაჩნია რა მოცულობით არის სამუშაო, პაციენტს ვთავაზობთ რომ გაითეთრონ გათეთრების შემდეგ ბჟენები გამოიცვალოს. ძალიან ხშირად მაგალითად როცა ტარდება გარკვეული ჩარევა და ვაკეთებთ ერთ ყბაზე რაღაც ან ვინირებს ან გვირგვინებს, ხშირად ასეთი პაციენტები უკვე კაპებით აღჭურვილნი არიან, რომ მუდმივად გქონდეთ მსგავსი ფერის კბილები, იმიტომ რომ ძირითადად პაციენტები ფორმასთან ერთად ითხოვენ ფერის ცვლილებასაც და ფერის ცვლილება თუ მხოლოდ ერთ ყბაზე მოხდა ჩარევა და მეორეზე არა, მაშინ უნდა მოვახდინოთ კაპების მეშვეობით და კაპები პაციენტის სახლში ძალიან მარტივად არეგულირებს, ამას სულ 5 წუთის ახსნა ჭირდება და ძირითადად ძალიან კმაყოფილები არიან, იმიტომ რომ მუდმივად ეფექტი არის კარგი და ნამდვილად დაგარწმუნებთ იმაში, რომ ეს არ არის საზიანი. აი ბავშვების პრობლემა უმთავრესად, აი კარიეს ბავშვებში, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში სტომატოლოგი.
ბავშვები ეს ნაადრევად ამოღებული კბილები არის წინაპირობა იმისი, რომ დაიხოს ზოგადად კბილების შეთანასვანება, სწორი ცენტრალურ ოკლუზიაში დადგეს კბილზე და ქვედა ყბა. ამიტომ დროულად ნამკურნალები და ვადაზე ყოველ შემთხვევაში ვადაზე ადრე არ უნდა ამოვღოთ ბავშვის კბილი. მაქსიმალურად უნდა ვუმკურნალოთ და შევინარჩუნოთ, როდესაც იქნება მისი მოცვლის ვადა, ის თვითონაც მოიყევა და მე მარტივად ამოვიღებთ ამას. ამიტომ სწორად შერჩეული მიდგომა, იგივე ანესთეტიკები, იგივე პირისღრუს სანაცია 8 თვეში ერთხელ, 6-8 თვეში ერთხელ მაინც გაწმენდა და ამ ყველაფრის დაკვირვება შესაძლებლობას მოგცემს, რომ უფრო წარმატებულად და კარგად მოხდეს ეს განვითარების პროცესი და თავიდან ავიცილოთ სხვადასხვა გართულებები მომავალში. ისეთი ჯობია ბავშვის სტომატოლოგთან ვატაროთ კარიესამდე და კარიესის ბედი შოკოლადი არ ვაჭამოთ, იმის ისოობეთ, ხო? ბევრი შოკოლადის მიღებაც შესაძლებელია, უბრალოდ ეს უნდა იყოს აუცილებლად კბილების გახევა უნდა იყოს გარდაუვალი ეგრევე, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ხო, ეს პირისღრუში ნახშირწყლების მოთავსება დიდხანს დაყოვნება იწვევს რეალურად კარიეს, ვიდრე მიღება ორგანიზმის. ნუ ისედაც არ არის ეს კარგი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამის მართვაც შეიძლება გახეხვით. მგონი პრინციპში ჩვენ რაღაც ესე გებრიელად ამოვწურეთ ხო ეს თემა? ძალიან საინტერესო ბავშვებს მოგიყვართ. ჩვენ და დაგემშვიდობოთ. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის და ესეც საინტერესო საუბრია. მოგებებისთვის. მომავალ ორ შაბათამდე. ნახვამდის.